საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. გამარჯობა. გათენებულა. ესე იგი დილა მშვიდობისა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს დილა, საღამოა, დღეა, ღამეა. ყველაფერი არეულია. ჩემს ყოფილი სულ ერთია უკვე. არა და სანამ ეს კარანტინი დაიწყებოდა. სულ წუწუნებდი დავიღალე და სულ ოცნებობდი. მე და ერთი 3 დღე სახლში დამსვა, არსად არ გამიყვანა თქო. ეს მცოდნო და საერთოდ ხმას როგორ ამოვიღებდი. ხო, მაგრამ ეს რა დასვენებაა? 24 საათიანი სამუშაო დღე. სახლში ჯდომა, ყოფილა შრომა. ეს დღეში 7 ჯერ ეს რა მისკეთება? იმიტომ რომ ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცის რა უნდა. ჭურჭლის რეცხვა, სახლის დაალაგება, დეზინფიცირება. ხო რა ვიცი, რომ ყველა ესეა ეხლა, მაგრამ თან კარანტინი და თან მანანა ერთად. ეს რაღაცა ორმაგი გამოცდა უკვე. ჯერ აი ახალი იყო ეს ყველაფერი. მარტო ორი შემთხვევა იყო და ისიც დაუზუსტებელი, რომ მანანამ უკვე პანიკა ატეხა. მაკა დედიკო, დავიღუპეთ დედა. რა ხდება დედა? აი მე ბავშვებმა არ მინდა გაიგონ მაგათ მოუკვდათ ჩემი თავი მაგათ. იტყვი რა ხდება? აი ჯანდაბად არ გადარჩენა იმ გარეწარი კაცისა. გადო ღამით გარდა მეტი საჭმელი ვერ იპოვა ამ ხელა ჩინეთში და აღუყუპა მაკა ამდენი ხალხი. და თვითონ არის ეხლა კარგად. დედა რა დღეში იყო ის კაცი რა დღეში იყო ფერიარედო ამ დილით სახეზე ძლივს ლაპარაკობდა სულ ცრემლებით კონდა თვალების სავსე. ის რო არის კაცო ის სოფლიო ჯანდაცვის უფროსი ტედროს გებრეისუს. ტედრო დედა რა კაცია მაკა რა კაცია სუყბა უკანტანებდა სულთან არ უნდა ჩვენ შევეშინებინეთ მაგრამ რა ვქნაო დავიღუპეთო პანდემია უნდა გამოვაცხადო. ხლავე? რა ვქნა დავიღუპეთ. სამდღიანი არარსებული არითმიის და წნევის თამაშის შემდეგ უკვე გადავედით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაზე. როგორც ზაზა ამბობს, ჩვენი პირადი ჯანმო, ანუ მანანა, ყოველდღე უფრო და უფრო ამკაცრებს თავისივე დაწესებულ ისედაც უმკაცრეს წესებს. რამდენჯერ უთხარი ქუჩიდან ზარს ხელს მოკიდებ მეთქი, მაგრამ ეს მისწამე. კარებს ვაღებ, აქეთ არავინ არ გამოხვიდეთ. მოიცა. მომეცი? ასაცმელი გაიხადე და მაგაში ჩადევი ოფში. ასაცმელებიც მან დააწყვე. კარებს მოვხურა. არა, იყოს კარი, რა პრობლემაა? თქვენი მე არ მერიდება ხა ბატონო მანანო. უბრალოდ მეზობლებთან აუხეხული მაინც ახლები არიან, წესიარად არ ვიცნობ და არ მინდა პირველად ტიტველი ვნახო. და გეგონება მე მინდა ეს კორონა პანდემია რა. ქუჩიდან ტანსაცმლით სახლში არ შეხვიდეთო. ვერ გაიგე შენ? ბევრი იჭიდავეს და საბოლოოდ სახლში შემოსვლის შინაგან ნაწესი ესე ჩამოყალიბდა. ესე იგი, ზაზა ქურთუქს, ფეხსაცმელს და ზედა ტანსაცმელს გაიხდის სადარბაზოში, ხოლო ყველაფერ დანარჩენს უკვე აივანზე. რას ისამა? ყველაფერს ეჩვევა ადამიანი უმკაცრეს კარანტინსაც კი. და რა საყვარელი ხარ, ხო გითხრე არ გინდა წვალება თქო? მე და ცოტა ხანს კიდე მეცოცხლა და ეს რა წვალებაა? იქნება ამ ბავშვებს მაინც დავამახსოვრდე ტკბილად. აი და კიდე სიკვდილზე ფიქრობ? აბა რაზე ვიფიქრო მაკა? მე რა გადამარჩენს? ვერ ხედავ ეს ოხერი ვირუსი ერთ ასაკოვანს არტოვებს.
თან მაინდა-მაინც ქალებს გვერდჩის. კაი დედა, საიდან მოიტანე? არავინ არ იცის, ქალებს არჩის თუ კაცებს. მე ვიცი. თუ ვირუსზე ამბობთ, აი ხო კითხულობი სად არის? აი? მართალია ეს საბოლოო დასკვნა ჯერ ვერ იქნება, მაგრამ პირველადი დაკვირვებით ქალებს უფრო ერჩის. მე ფაქტიურად უკვე მკვდარი ვარ. მაგრამ თქვენ რატომ ნერვიულობთ არ მესმის? მე ქალი არა ვარ. ეს ცალსახადაც ნოიტყვით. ანუ ქალი კი ბრძანდებით, მაგრამ ჯანღონით სავსე და ახალგაზრდა. შენ ვინახარ? მე ვარ თქვენი უსაყვარლესი სიძე, რომელიც უგემრიელესი ბლინების სუნმა გააღვიძა. საზა, ბავშვებისთვისაა ეგ. მე თუ ახალგაზრდა ვარ, ეს ბავშვი გამოდის. მიირთვი შვილო, მე კიდევ გავაკეთებ. ე ბავშვებო, გამოდით დროზე ისაუზმე, თორე გაკვეთილი დაგეწყებათ. მოდით. ამაჯერ არშია რა. დასვენებაზე შევჭამ. რას ლაპარაკობ, ბები, ამ პანდემიაში ჩუჭყიანი ხელები ბუფეტში ჭამა შეიძლება ეხლა? ბუფეტი დედა. ნუ რა ვქნა ბატონო, ვეღარ ავითვისე ეს თქვენი საძინებლის სკოლა. არა უშავს ბები, მაგას სანდროც ვერ მიხვდა ჯერ. რა თქვი? არაფერი, უბრალოდ გაკვეთილზე მოზიხარ პიჟამათი თქვა. ეგ შენი რა საქმეა? აბა ეხა გეყოფათ ლაპარაკი. დროზე ჭამეთ და მერე გაკვეთილები. დავუჩქარეთ. 3 წუთი დაგჭირთ. აი, მაშინ მე იქით გავიტან. აუ, ჩემს კიდე ნუტელა გადავუსვით რა და მომეცდი. და გამოვალ მე და შევჭამ. ჩუ. ჩემ ტელეფონი ვეკავს. დაიმე ნეტა ვინ არის? ყავა? დიდი სიამოვნებით. ვაიმე, რა კარგია. აბა, მეც მაგას ვფიქრობ. დაისვენა ყურებმა. რაზე ამბობ? რაზე არა, ვიზე. საზა. შენ არ დაიწყე რა მაგარია ერთად რომ დავლებ ყავასო? არა, ჩემო უფროსმა მომწერა. ოფისში დეზინფექცია ჩავატარეთ და მოდით თქვენი პირადი ნივთები წაიღეთო. აუ, მეც წამიყვანია რა. ვერა. ამას ეირნე ცოტა რა გჭირს. ოფისში ვიქნები, ჩუმად, წყნარად, სანამ შენ მორჩები, მე დავხატავ. მან გვენ სამიყვანე. ტასოა 4 საათზე ზუმში შევხვდეთ რაღაც საქმე მაქვსო. აი, მან დამინა. მარც არის ლიმონი, მაქვს ეს კომიტი ხა ჩამირთე ლაივი გამიმზადე კამერა. დამიყენე ესე კარგი. გაკვეთილი მაქვს ხა. რა გაკვეთილი გაგდედა? აი კომპიუტერში რო ხარ შემძროლი, მაგას ეძახი შენ გაკვეთილ? ხო, დედა ონლაინ გაკვეთილი. აი მე ღმერთო, რას ეძახიან ესენი სწავლას? კაი და რა გაკვეთილი გაგრისი? ხელოვნება. ხო და დაანებე ხა გააცნე ამ შეხელოვნებას, იმიტომ რომ ეხლა უნდა გაზიარო ნამდვილ ხელოვნებას. მიდი ჩამირთე, მიდი. აი, ჩამირთე, ოღონდ ისე კარგად რომ გამოვიყურებოდე. კაი რაკურსით ეს პროფილი უკეთესი მაქვს. მიდი. დავწყო. ჩემო საყვარელო ფრენდებო. დიდხანს ვიფიქრე კარანტინში თქვენთვის რა შემომეთავაზებინა და გადავწყვიტე ჩემი სილამაზის საიდუმლო გაგიმხილოთ. საღამოს აუცილებლად მომწერეთ შედეგები. კოცნით. კათიშე? კაიყო? მითხარი მიყურა ვინმე? რა ვინმე 800 კაცი გიყურებდა. 800 კაცი და? ნუ ადამიანი რა. და რა 200 წერებია? ნუ რავი, ზოგი გულებს გიგზავნის, ზოგი გილაიქებს. აგერ ერთმა მოგწერა შენაირი სახე თუ მექნება, რასაც გინდა იმას წავისმევ სახეზე. ვაიმე, იოცნება თქო. კიდე? კიდე ლამაზი ხარ, რომ კარანტინიც გიხდებაო. ვიცი თქო. კიდე? აუ და მეორე გაკვეთილზე მაინც შევალ რა. აი, ხო, წადი, შედი. მე ამასობაში მოვძებნი, ახლა კაი ტანის ნიღაბს და მე საღამოს ის გადავიღოთ, ხო და?
რამდენი გულები მაქვს. აი მე კოტიკო. კიდე შენ გამზადე საჭმელი, მწვენია უკვე. ასამბობ, ნათი ბავშვის დაძინება რა ძნელი არ არის? ასე მწვენია სულ შენ რომ აძინე. აი მითან ისეთ კნებად დაიძინა. დაიძინებ დაბარა სიზამდა. თანაც ისეთ ზღაპარს უყვებოდი მშვენი ერფუთქონა გოგონაზე კოშკში რომ გამოკეტეს. ძვირფასო. ნათი, საყვარელო, შენ საფზე ხო არ უყვებოდი? შენ ხوار გეწინა საფრთხო კოშკი დავუძახე. არა, ხო იცი ხა შენთან გამოკეტო ძალიან უწანს, მაგრამ აი მე ბავშვები მენატრებია. თან ვერც მივდივართ, ეს თბილისი ჩაკეტილია. თუმცა რას დავეძებ? რადგან გადავრჩით და მათ ეს კორონა არ აღმოაჩნდა. კარგი რა ნათი რა. ხო გითხარი ყვილად პანიკობ მეთქი რა. იმან არ იცის კუჩის საშლა, არა. როგორ გამოვქანდით რა ჯარჯისთან ერთად? ბავშვები მაინც წამოგვეყვანა. ასე ნათი წარმოვიდგინე ხარ რა კარგად არის. ეზო, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება. რა ხო თან კი ამბობენ კახეთი მწვანეზანაა. ჯერ არავინ არ დაავადებულოთ ხმე? აუ. ეგეთები ვართ, ჯანიანები. აი მე როგორი ჩაშოშული მომზადებია. შენი რეცეპტით არის მომზადებული. მე ცოტა მწვანელი ვქენია. მოდივარ. მოდი ხა შენ ხა კარები არ გააღო და არ ჩამეხუთო რა. აუ შეგონია მე არ მინდა. მედი უცბად გააღე კარები, მაკოცე და დახურე, მაინც ვერავინ არ გაიგებს. მაინც რაღაცნაირად მიდრეკილი ხარ ხო კანონის დარღვევისკენ. კარგი ხო, ხუმრობ. ციხიდან გამოვედი მეთქი ცოლს მოვესიყვარულები და მაინც და მაინც ეხლა მოგინდა ეს ევროპა და კარანტინი რა. კაი ლევან რა ეგ რომ ცოდნოდა, მივლინებაში ვიყავი. ვიცი, საყვარელი, ვიცი. აი არა უშავს ხა რაღა დარჩა 5 დღე. ხო, შენთვის არა უშავს, აბა ეხლა მე მკითხე. ჩემთვის არა უშავს? შენ ხანდახან მაინც გადიხარ სახლიდან და მე სულ აქ ვარ ჩაკეტილი. და გიოსთან ერთად ხარ. აუიცი როგორ მომენატრა. იმასაც მაგრად მოინატრე, გრაფიკი აქვს შედგენილი, ერთი სული აქ როდის გნახავს. ონლაინ გაკოთილები ხო უტარდება, ხო არა ცდემს? არა, პირიქით ეხლა უფრო მკაცრად სწავლობს. ჩემი ოქროა ეგ. ძალიან უყვარხარ და ძალიან მენატრები. ერთი სული მაქვს როდის გნახავ რა და არ მინდა წასვლა, ვიდგები აქ ცოტა ხანი. ხო, მაგრამ წადი ერთი სული მაქვს, ნახო რა მომიტანე. შენ მე მგონი საუზმე უფრო გიყვარს ვიდრე მე. ხო არ იცოდი? კარგი, მაშინ წავალ, აბა რა გაეწყო. კაი. მიყვარხარ და რომ მიხვალ გიო ჩაჯუჯგნე. ხო, აბა რა შვიზა. ოღონდ ჯერ კარგად დაისპირტე და ისე. ვაიმე, ელენე, სკოლის ქიმიის კაბინეტში თუ გადამიტანენ, ისეთი დასპირტული ვარ. კაი, ვაღებ, წახვედი? აი ხო, წავედი. წავედი მე. აუ, არ მიმატორო რა. ამ კარანტინში ნუ მიმაგდებ გთხო. კაი, მორჩიხე, მაგრამ მინობას უნდა წავიდე, გამიშვა. წამიყვანე რა მჭირ. არა. გამი. რაიმე ზედმეტი ხო არა ვარ? რა კითხვა უნდა ეხლა მაგას? არა, დედა, არ ხარ ზედმეტი. სამსახურში უნდა გავიქცე და მოვა. მანკა? ამ მეორე თქოსმაში რა თუ სამსახურია? მაინდა-მაინც ვირუსი კიდე მომიტანო კაცო? აი, მეც მაგას ვეუბნები ქალბატონო მანანე. საკუთარ თავზე არ ზრუნავს, გავიგეთ, მაგრამ თქვენზეც? ყოჩახ მაგა, ყოჩახ. სირცხვილი შენ, ამან უნდა გასწავლოს დედას როგორ მოექცე? არაფერი არ ყოფილა ეს ცხოვრება. დედა, სამსახურში მივდივარ თქო რომ ვამბობ, იცი რას ნიშნავს? შევალ სრულიად ცარიელ და დეზინფიცირებულ ოთახში, ავიღებ ჩემ ნივთებს, ნახაზებს და წამოვალ. კაი, კაცო, ერთი რაც გინდა ისკენი რა. მე ვინ რას მეკითხება? ლეილა ხო არა ვარ? შვილი თან გადამყვეს. ლეილა კარგი დედაა და იმსახურებს. და მე რა დაგაკელი დედა? ან რატო ვერასოდეს ვერ ვიქცე შმაგისნაირად?
ჯანდაბა დამაკელი შენ. ამ каранტინში ერთხელ მოგფიქრებია დედარითი გავართო? ან გიკითხავს Facebook-ი მაქვს თუ არა? მაკა. ქალბატონ მარინას მართლა არა აქვს Facebook-ი? თუ მომესვა? სირცხვილი და თავის მოჭრა. მე ჩემრცვა გუშინ ლეილამ რომ მკითხა Facebook-ი რატო არა გაქვსო? კლასელები მოუძებნია, მთელი ძველი თანამშრომლები მოუკითხავს და რა, მე ვზივარ ესე ბაიყუშივით სახლში. დედა, ეხლავე გამოვასწორებ ამ შეცდომას, გინდა? ეხლა აღარ გვინდა ბატონო. ხო უკვე მე მივხედავ. ამდენი ხანით რომ მე დავტანჯეთ ადამიანი Facebook-ის გარეშე. ამან მართლა ხო არ ნახა ჩემზე რამე სიზმარი და ხო არ კვდები მაკა? აი დედა რა. აბა რამ გადარია დღეს ჩემზე? არაფერი, უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ. კაი, წავით. აბა რა უნდა ვქნა ეხა მე? არაფერი, ჯერ უნდა დაგარეგისტრიროთ. პირადობა დამჭირდება? კი, პირადობას და პასპორტიც. მე რას ლაპარაკობ, არც ვიცი სადამ მაქვს პასპორტი. ხუმრობ ქალბატონო მარინა, თქვენი სახელის და გვარის გარდა არაფერი არ არის საჭირო. რა იყო ეხლა ეს მაიმუნობა რა? მამა, უთხარი რა სანდოს რომ გაკვეთილის დროს შემომივარდა მეჭღანებოდა და რაღაც დებილობებს ცეკვავდა. სანდო! არ მომიყვანო ეხლა მან. აქვს ძალიან მე და მამას. 2 წუთში მოგხედავ მა, ხო? ცუკერბერგი უნდა შევამზადო, ახალი ერა იწყება Facebook-ისთვის. მანანა მოდის. აუ ზალციკო! დედა მოდი რა ერთი წუთით. მოდი რა დეკი ხვეწები კომენტარები წამიკითხე, მე ვერ ვკითხულობ, ხე ისეთი აღელვებული ვარ, მიდი. თე, მართლა გინდა ისინი წაგიკითხო? რატო დედა მიცუდი წერია? ნუ, ყველა ილანძღება. რას ნიშნავს ილანძღება? აიმე? რა? თუ არ იცოდი, რას გვასწავლიდიო? მთელი დღეა სახეზე დაფოთლილი მაქვს, საშინელი ალერგია მომცა მარწყვზე. მე მიგეხვეწები რა, ვის აქვს ერთი მარწყვზე ალერგია? დედა, მეც ხომ აქვს ალერგია მარწყვზე. დედა, შენ პატარა ხარ და იმიტომ გაქვს. მე რა გავაკეთო ახლა, რა უპასუხო ამ ხალხს? რას დედა 400 კომენტარია. და დავიჯერო ხა არავის არ მოეწონა. ნუ არც ერთი ლაიქი დაული არ აქვს, სულ ენგრია. ანუ მიბრაზდებიან დედა? ხო. მე კიდე ტანის ნიღბის დადებას ვაპირებდი. აიმე! ბანო! რა ტერორისტები ჩამოხვედი რა? პირბადე ხელთათმანები. რა ვქნა, ეგეთია ეხა რეგულაციები. შენს დაუჯერე ხო? არ დაგუჯერო? კარგი და ვის უჯერებ? რას უჯერებ ადამიანს? რას? ეზეთ მეტად ხალხი დედამიწაზე ბატონო, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხო და ახლა შიშით უნდა რომ დაგხოცონ. იცი რა ეს გავუსყდა გული და კორონას დააბრალეს. კარგით რა ბატონო ვარნო რა. იძახე ახლა ხო? კარგით რა. რა, კიდე? აიმე! რომ ცოდნო დაგიყავით არ მოვიდოდი მეშინია ძალიან. ხედა როგორ შეაძულეს. ამდენ ფონეთი გვიყურებ და ვერ გვინახთ. არა ვანო ძალიან მენატრებით, მაგრამ ძალიან მეშინი არაფერი არ გადამეს. ნუ გეშინე, მე სუსახში ვარ. ოჯახიდან ვიღაც ხო ჩადის მაღაზიაში, რა მნიშვნელობა აქვს მაკა? აჰა, მაღაზიაშიც არ გაგვიშვერა, დაგხოცებ შივრები მინდა. მე კი არა იმ მასკია თუ ვიღაც ჯანდაბა იმას მოკითხეთ ეგ ამბავი ერთ. დააყენა ის რაღაცა 5G ანტენები და დაავირუსა მთელი მსოფლიო. ეგ სხვა ვირუსია, თამრიკო, სხვა კომპიუტერის ვირუსია. ეს კორონა თუ რაღაც ჯანდაბა ხალხის შესაშინებლად მოიგონეს. აბა რატო კვდება ამდენი ხალხი? შიშით, თამრიკო, შიშით. ზოგი ალერგიით ხელთათმანებზე. ზოგს პირბადე აღჭობს. მე მაგალითად ასე მომიგო. აი მე ბატონო ვანო, როგორ მომნატრები ხართ? შენც თამრიკო. ვაიმე, რა კარგია რომ შემოვედი, როგორ მიხარია. ვაიმე, დროს გავერკვიეთ მე და კოტიკო ამ პაროლებსა და კოდებში. ვაიმე, რა საყვარლები ხართ, ძალიან მომენატრეთ შენ და შენი კუცი. მე ერთი წუთით რა, ყველაზე მონატრებადი ფიგურა მე ვარ აქ. ხო. და ელენე. ვაიმე გოგოებო, მაპატიეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ელენე მეწოდება.
მე ვიფიქრე გამოვა ლევანი მოესიყვარულებიან ერთმანეთს ეშველებათ მე ბავშვიც გაჩნდებათ ხო მაგრამ ვაი ხახო გადამრევს ეს გოგო ამას მოსიყვარულება ბავშვის გარჩენის გარეშე ვერ წარმოუდგენია მე მგონი ხო რა გინდა მე კარგია რა? ანუ? არ მითხრა ეხლა რომ каранტინი დაარღვიათ არა მაგრამ ოდესმე ხომ მორჩება ეს ყველაფერი ვიხუმრე არ არის ეხლა ხუმრობის დრო ხო ხედავთ როგორ გაგვიწყრა ბუნება ეხლა უნდა მოვეფეროთ ბავშვები ვაჩუქოთ აბა შენ საკმარისად აჩუქე უკვე აღარ გინდა. ნათია წესიერად მოიქეცი თორემ ზოსიკოს ხელს დავავლებ მოვალ და დაგიდარაჯდები საძინებელთან კაი მეც ხუმრობ არ შეიძლება შენთვის მაგ თემაზე ხუმრობა თორემ ხუმრობაში 5 ბავშვი შემოგვაპარე ლაიქ ესე იგი მომწონს ხო? დიახ. არა და ადვილად ვერ ისწავლიო. ვინ გაკადროთ ხავთ? ლეილა მერტი კვირა ვერ გავერკვიო და არ არის სექსუალური ქალი. როგორც ჩანს თქვენ უფრო ნიჭიერი ხართ. დაუძლეველი პროგრამა დაძლიეთ მცირე დროში. ეხლა ერთადერთი თქვენი ფოტო უნდა შევარჩიოთ, რომ პროფაილზე დავაყენოთ და მორჩა. ეხლა ფოტოს ვერ გადავიღებ. რას გავარამ каранტინში? აი მე თამაინ ჩემიღება რა. ნერვიულობთ ხალბატონო, მაგრამ არ არის აუცილებელი დღეს გადაიღოთ. შეგიძლიათ აარჩიოთ ძველი ფოტოებიდან, რომელიც თქვენ მოგწონთ. ძველი ფოტო შეიძლება? ვაიმე, აბა გულებს დაუხეთქავ ჩემ ძველ თანამშრომლებს. წავიდე ჩემი ალბომი მოვიტანო. ბები, ხო ბები. ნაკარდია რომ გამოხედე ხა ვაპირებდი შენთან შემოსვლას მასწავლებლისთვის უნდა მეთხოვა გამოუშვი ცოტა ხანი რაღაც საქმე მაქვს მეთქი. უნდა მომეხმარო Facebook-ისთვის ფოტო ამარჩევინო. ვაი, მაგარია Facebook-ი გააკეთე. აბა ბები, შენი ვიზე ნაკლებია. წამო სანამ მამა შესწავლია. სანდროს კისელი გაუკეთე გთხოვა კუჭი აქაში და თანმოცელით კიდე. დედა ჩემი სიკვდილი? კორონა მიცისეკ? დედა დავიღუპე. სანდრო ბები. სანდრო, სათქივა მუცელი მაჩვენე. რამდენჯერ გახვედი კუჩი ბები? ბებო ონლაინ გაკვეთილზე ვარ აუ ნინი მაგკლავ მომატყუა? ხო ვაიმე ბოქა. მერსა მოკო ახლა ამოიღეთ, ხმა. აი ეს გავიდეს და კი მეტი საქმე არ მაქვს. არის ახლა გაგწვენიათ? შერიგდით უკვე. დედას ფიცა ვარ მე თუ ამას ოდესმე შეურიგდე ეგეთ რამეზე ჯობია ბებო დაიფიცა ხოლმე. შენ აზრით საერთოდ დაველაპარაკები? შენ რო შემოგივარდნენ გაკვეთილზე და უი ბებო კუჭი გაკაშლი რო კითხონ მოგეწონებოდა? არა, არ მომეწონებოდა და ძალიანაც შემოწყებოდა, მაგრამ ესეც არ ვივლიდი მთელი დღე გაბუტული. ბოღმაა და იმიტომ. ნინი, ბებოს ტელეფონმაც ხო გააჭირა საქმე მთელი საღამოც ყაპუნობს ეთქობა notification-ები მოსდის. Facebook-ი გაუკეთეთ? მე მაპატიეთ, მაგრამ აი რა მამა, დაულაიქე. ცოდვა მარტო 10 ლაიქი აქვს. რას მეუბნები? ანუ 10 ადამიანი არსებობს, ვისაც ბებია შენი მოწონს? იცი რა, ვეტყვი. არ გინდა მა თავს ნუ დაიოვლებ. მაშინ დაულაიქე. შენც. ჩემ მეგობრები რო დაუმეგობრო. აუცილებლად დაულაიქებე. არ გინდა მა, მოიდა. საღამოშიდობის. აი ხლა დღეს აი საღამოს მივხვდი თურმე რაც ცოტა ყოფნის ადამიანის ბედნიერებისთვის. აი ხო ხა ისეთი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. აი ისეთი ბედნიერი, აი მოგზაურობი და რო ბრუნდები, შთაბეჭდილებებით სავსე, საჩუქრები დატვირთული. აი ეგეთი. არ და რა ვქენი ხო? რაღაცა ნახევარისადით მივირბინე სამსახურში. მაგრამ არა, თამბრიკოს და ვანოს კამათი, კორონავირუსი ეს ხელწამოსაგრავი თემა არ არის, ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება. მე გოგოები ვნახე. მართალია ზუმში, მაგრამ და მივხვდი რომ არ მყოფნის ეს ტელეფონით ურთიერთობა. მე ისე ხო წარმოგიდგენიათ, აი каранტინში ხა ტელეფონი რო არ იყოს, სოციალური ქსელი რო არ იყოს, გავგიშდებოდი, ნამდვილად გავგიშდებოდი.
რა ვქნა, ეთყობა ძალიან ვარ დამოკიდებული ამ Facebook-ზე და Messenger-ზე, მაგრამ რა გავაკეთო, არ შემიძლია სხვანაირად. ვაიმე, კინაღამ დამავიწყდა. დღეს დედა ჩემმა გამომიგზავნა friend request-ი. საზამ გავუკეთა Facebook-ი. ისეთი ბედნიერი იყო. ნინი მითხრა 1 საათი არჩევდა პროფაილის ფოტოსო. და ჩემი გადაღებული ფოტო დააყენა სხვათა შორის. დაბადების დღეზე გადავუღე ის ფოტო. ზაზა მოდი რა ერთი ნახე რა ამბავია ჩემს თავს რა მაშინ თქვენს თავს ხდება თუ ხდება ქალბატონო მანან და მთელი Facebook-ი გადარებულია თქვენს პორტრეტზე 5000 ლაიკი კი მაგრამ ვინ არიან სულ არ ვიცნობ ამ ხალხს სულ რაღაცა ინდური და ირანული გვარებია ოცადე ცოტა ხანს ქალბატონო მანანა მორჩება ევროპა კორონას და ნელ-ნელა მაგათი ლაიკებით წამოვა ნახე ერთი ამათ 20 წლის წინ ნუ მე კი ეგრევე მივხვდი, რატო ულაიქებდნენ დედა ჩემს ინდოელები, მაგრამ მანანა ისეთი ბედნიერი და ისეთი კმაყოფილი იყო. აი, ხანდახან რაც ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის. ხანდახან პატარა ტყუილი და ფოტოს დაბუსტვაც კი.